მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. დღეს მინდა რამდენიმე თემას შევეხო საჯარო გაშლაში, რომელიც მინდა რომ ჩავწერო, არ იქნება მხოლოდ ერთ საკითხზე, ასე ვთქვათ, ორ საკითხს გავაერთიანებ ერთად. ანუ ვინ ხართ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნებისთვის და ადარდებთ თუ არა ამ პიროვნებას საერთოდ. ანუ რა უნდა თქვენგან, ხო? რას იბრძვის ამ ურთიერთობაში? მოდი ვნახოთ. ამისთვის ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი დაბადების წელი თვე და რიცხვი და ასევე ჩაიფიქრეთ თქვენთვის სასურველი პიროვნების სახელი და გვარი დაბადების წელი თვე და რიცხვი და მოდი ვნახოთ საჯარო გაშლა, ასეთი საჯარო გაშლა, რომ ვინ ხართ თქვენთვის ჩაფიქრებული პიროვნებისთვის და ადარდებთ თუ არა ამ პიროვნებას. მოდი ვნახოთ. ვინ ხართ ამ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნებისთვის, ადარდებთ თუ არა თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას? ადარდებთ, როგორ არ ადარდებთ. აბა, დავიწყოთ. ჩაიფიქრეთ, სამდე აქ რას ავჩეხავ და მოკლედ თემატურად ასაც წამოიღებს ყველაფერს კიდე იმ საკითხებსაც შევეხები. ანუ ესე კონკრეტულად ვიტყვი ხოლმე სახელწოდებას ასე ჩავწე საჯარო გაშლას უფრო მეც მაჩვენებს მე ხოლმე ასე ვთქვათ, ჩემი დასტუნები და რა თქმა უნდა შევეხებით თუ კი რამეს მეტკაცრავად შეწყდა ჩაწერა და გავაგრძელებ, ანუ რასაც მაჩვენებს, უფრო ღრმად შევამ აქ საკითხებში, რომ განვიხილო იმ საკითხების გარდა, რაც მე ჩამოვთვალე, ხო? ამის მოდი ახლა კონცენტრირდით საკუთარ თავებზე, თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებაზე, ჩაიფიქრეთ თქვენი სახელები და გვარები, დაბადების წლები, თვეები და რიცხვები და მოდი ვნახოთ. ვინ ხართ თქვენთვის ჩაფიქრებული პიროვნებისთვის, ადარდებთ თუ არა საერთოდ და რა უნდა საერთოდ თქვენგან, ხო? მოდი ვნახოთ. ვინ ხართ ჩაფიქრებული პიროვნებისთვის? ესე იგი, ამ პიროვნებისთვის თქვენ ვინ ხართ? აი, როგორ არის იცით, თქვენთან მიმართებაში ეს პიროვნება, ასე ვთქვათ, პაჟი კვერთხევიდან გამომდინარე, ცხრიანი კვერთხებიდან გამომდინარე და სამიანი პენტაკლებიდან გამომდინარე, ძალიან საყვარელი დასტა არის ეს მელაპარაკება. ამ პიროვნებისთვის ძალიან საინტერესო პიროვნება ხარ, ძალიან აინტერესებთ თქვენთან, აი პაჟი კვერთხები, ხო, უნდა რა თქვენთან ერთად ურთიერთობა უნდა, მისთვის საინტერესო პიროვნება ხართ. მაგრამ იცით რა, რატოღაც მგონია, რომ ამ პიროვნებას თავისი თავით თქვენი, ასე ვთქვათ, უფრო დაბალი დონე გონია ამ პიროვნებას საკუთარი თავით თქვენთან მიმართებაში და რაღაცნაირად აი როგორ არის, იცი? მოდი ასე ვთქვათ რა, შორიდან გაკვირდებათ, რამდენად კარგი ხართ, რამდენად მაგარი ხართ, რამდენად ასეთი აი როგორ ვთქვათ რა, რესურსული ხართ და რა თქმა უნდა, მისთვის როგორ შეიძლება რომ არ იყოთ სასურველი პიროვნება, ხო? ანუ ვინ ხართ მისთვის და თქვენ ხართ პიროვნება, რომელიცაც ძალიან დაინტერესებულია, რომელზეც აშკარად რატომ გონია, რომ ერთად შეიძლება მუშაობდეთ, თქვენ ახლა არ ვიტყვით თქვენი უფროსია და ასე შემდეგ, რაღაც გონია, რომ თქვენი კოლეგა შეიძლება იყოს სამსახურში, იმიტომ რომ რას ნიშნავს, ხო, პენტაკლები მაინც როდესაც ამოდის, ხო, ჩემთვის სამიანი პენტაკლი რისი კარტია, ხო, აი პენტაკლები ზოგადად ეს სამსახურთან ასოცირდება, პენტაკლები როგორც მიწისტიქია ავიღოთ, ხო, მუშაობა, აი თქვენ ამ არკანზეც ხედავთ, ხო, ერთად მუშაობენ, ანუ ასე მგონია, რომ სამსახურში კოლეგაა თქვენი სამსახურეობრივი, ასე ვთქვათ, გიყურებთ როგორც ასე აქტიურ პიროვნებას, ინტერესდება თქვენით, შორიდანაც გიყურებთ ეს პიროვნება, აი თითქოს იცით როგორი ვარიანტია, რომ აი შეიძლება ეს ურთიერთობა ჯერჯერობით არ არის ისეთი ურთიერთობა, ვთქვათ, ხო ხდებით ღრმა ფაზებში, რომელიც არის შესული და უბრალოდ თქვენც აი ესე შორიდან დაკვირვებით შეამჩნიეთ, რომ ეს პიროვნება თქვენ გაკვირდება, თქვენით არის დაინტერესებული და აქ სავარაუდოდ ისეთი პიროვნებები მიყურებთ, ვისაც გაინტერესებთ, აი ესეთ ვარიანტში, რას ფიქრობს, ანუ თქვენზე პიროვნება, ვინ ხართ მისთვის, ანუ რანაირად უნდა თქვენთან ურთიერთობა და აი ვინც დაინტერესებული ხართ ამ საკითხებით, აი ის პიროვნებები მიყურებთ ახლა თქვენ ეს ურთიერთობა, ვფიქრობ, რომ სამსახურს უკავშირდება, სამსახურეობრივად არის განვითარებული, ან ვითარდება ახლა და უბრალოდ აი როგორ ეს იცი ერთმანეთს რო უყურებთ შორიდან და ერთმანეთით დაინტერესებულები რო ხართ, ეს პიროვნება თქვენით აშკარად დაინტერესებულია, მისთვის ხართ ძალიან სასურველი ადამიანი, გიყურებთ როგორც რესურსულ პიროვნებას, რესურსულ ქალბატონს მისთვის
რომელმაც იცის თავისი საქმე არის ოჯახი, იცის და კიცმაცურიც და აი ეს შორიდან საყოველად გიყურებთ როგორი კარგი ხართ, სასურველი ხართ და უნდა თქვენკენ აშკარად მოქმედებები რომ გამოავლინოს, ნაბიჯები გადმოდგას თქვენთან მიმართებაში, ხო? ანუ რა მიზნები აქვს ამ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში? მოდი ვნახოთ, აი წამოვიდა სხვა კითხვა. რა მიზნები აქვს ამ პიროვნებას? კაი, ვთქვათ, ერთად მუშაობთ, გაკვირდებათ შორიდან, რაღაც თავს ართლის თქვენს ღირსად, თქვენ მასზე მაღლა მდგომად გიყურებთ. იცით რა არის? შეიძლება რაღაცნაირად თქვენ იყოთ მასზე უფრო მაღლა მდგომი, თუნდაც საფეხურებით ხო სამსახურში, ხო? კოლეგა იყოს თქვენი და თქვენ მისი, ან უფროსი იყოთ, ან რაღაცნაირად რაღაც განყოფილების უფროსი იყოთ, არ ვამბობ მაინც და მაინც განყოფილებას სტრუქტურას არ გულისხმობ, რაღაცაი ვთქვათ, ხო, მენეჯმენტის სფეროში სხვა რაღაც განყოფილებები ვთქვათ, ფინანსურ თემებში და რაღაცებში. შეიძლება რომელიღაცა, ესე ვთქვათ, აი პატარა ჯგუფის უფროსი ხართ, სადაც ეს პიროვნება ასე ვთქვათ, თქვენ ჯგუფის წევრია და თქვენ გისმენთ, რაღაც ასეთი მსგავსი მგონი არ იყოს, კოლეგა ყოველი შემთხვევისთვის, სადაც თქვენი აზრი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენს აზრს აშკარად ითვალისწინებენ, აი ამ ვითარებაში და ეს პიროვნება, ასე ვთქვათ, თქვენ აღფრთოვანებულია, გაკვირდებათ, გიყურებთ, ასე გონია რომ თქვენ ვერ დაგეწევათ, მე ვინ ვარ მასთან შედარებით და აი ესეთი ჟოკის მომგვრელი სახით აი ესე გიყურებთ რომ აუ რა მაგარი ქალია და მე ამასთან მინდა ურთიერთობა და ჩემი როგორი კარგი იქნებოდა მასთან რომ შანსი მქონოდეს და ასე შემდეგ ხო ანუ რა მიზნები აქვს თქვენთან ნუ ეს რა თქმა უნდა თქვენ შემჩნეული გაქვთ და ამიტომაც დაინტერესდით ამ პიროვნებით და უყურებთ თუნდაც ამ საჯარო გაშლას ვისთან რეზონირდება გააღიზარებთ ხოლმე იმათმა ამ საჯარო გაშლის ყურება და ვიზეც არ რეზონირდება ნუ ჭრიკავთ აქ თქვენს ვარიანტს იმიტომ რომ საერთოდ შეიძლება არ იყოს და საერთოდ მოირგებთ ხვის ისტორიას თქვენზე იმიტომ რომ დაგაბნევთ და მე დამიწერთ ისეთ ვებხისტყაოს ან კომენტარებს და ზოგჯერ მგონია თმები ყალყაზე მიდგება ხოლმე რომ ვკითხულობ და აღარ მინდა ძალიან გთხოვთ არ მინდა ნუ მაგიჟებთ კაი გაგებით ხო ანუ რაღაცნაირად ну არაადეკვატურია თქვენ მხრიდან ესეთი კომენტარები. მოდი ვნახოთ, ხო? რა მიზნები აქვს თქვენთან მიმართებაში ამ პიროვნებას? აბა ვნახოთ ამ პიროვნების მიზნები თქვენთან მიმართებაში. ოხ. დედა. ხო გითხარით, ხო? ანუ ეს ურთიერთობა ჩემთვის აი როგორც გითხარით, მისთვის არის ურესურსო და რატო? აი რაღაცნაირად გონია რომ გარდა იმისა, რომ ფარულად გითვალთვალებთ, გაკვირდებათ შორიდან, აი პირველივე კარტი ხო ეს იყო. სიყვარებულია თქვენზე, რაღაცნაირად რო იტყვიან რუსულად, კარგად влюблённость, აი სიყვარული კიდე სხვა არის, შეყვარებულობანას პერიოდი რო კამფეტე ბუკეტური პერიოდი რო არის. აი ესეთი მდგომარეობა და გული რატო სტკივა თქვა ნერვიულობს იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა გზა ეხლა არ აქვს, მხოლოდ ის დღე დარჩენია, რომ ესე ჯუმად გიყუროთ, გითვალთვალოთ და ნუ ახლოს ვერ მოდის თქვენთან, იმიტომ რომ გონია რომ ანუ თქვენთან ვერ მოვა, იმიტომ რომ თქვენ როგორც ჩამოვთვალე, მისთვის ხართ high class-ის ქალბატონი, რომელთანაც მე როგორ მივალ, ალბათ ზედაც არ შემომხედავს, თქვენით არის აღფრთოვანებული და აი ეს ერთი რაც შერჩენია, ურესურსოთ აი ესე ხუთიანი პენტაკლებიდან გამომდინარე, აი ესე სამსახურეობრივად შორიდან გაკვირდებოდეთ, ჩუმად გაკვირდებოდეთ, ამას გონია რომ ესე გაკვირდებოდეთ თქვენ ვერ ატყობთ, მაგრამ ნუ რას უკაცრავად ძალიან კარგად შემჩნეული გაქვთ ეს ყველაფერი თქვენ და აქედან გამომდინარე ინტერესდებით ამით. მოკლედ რა უნდა თქვენგან და რა მიზნები აქვს? მიზნები და ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, უნდა თქვენთან ყოფნა და გულის ფანცქვალები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა თქვენთან ყოფნა ამ პიროვნებას და რაღაცნაირად ამას მალავს ამ თავის სურვილებს და გონია, რომ იმდენად ურესურსოა მისი მდგომარეობა თქვენთან მიმართებაში, რომ ვერაფერი ვერ გამოუვარა და თქვენთან ურთიერთობა ძალიანაც უნდა ამ პიროვნებას. ანუ ფიქრობს თუ არა საერთოდ ეს პიროვნება რომ თქვენთან მიმართებაში რაიმე სახის ნაბიჯები გადმოდგას, გაბედოს და გადმოდგას, თუნდაც იმისთვის რომ აი რაღაცნაირად რაღაც საფეხურზე მაინც წაწიოს ეს ურთიერთობა, აი ცოტა მაღალ დონეზე რო აწიოს, თუნდაც გაი თასით ამავე მოიკრიბოს და გადმოდგას ეს ნაბიჯი თქვენთან აპირებს? ოხ. რა არის იცით
6-იანი თასები და 5-იანი ხმლებიდან და 3-იანი კვერთხებიდან გამომდინარე ამ პიროვნებას აქვს თქვენთან მიმართებაში მომავალში ინტერესები, რო აი რაღაცნაირად რო გიხსენებთ და რო აგონდებით რამდენად კარგი ხართ სიბრაზე მოსდის საკუთარ თავთან მიმართებაში, რო ვერაფერს ვერ აკეთებს და აი პეტერე ბიჭვით ესე ბრაზდება და აი მომავალში ფიქრობს რა გააკეთოს, ხო? აი მე ეს იცით როგორ არის პატარა, რატოღაც გონია რომ ანასაკითხენზე ცოტა პატარა უნდა იყოს, ან უბრალოდ ვერ უნდა იყოს, თავის ასაკთან შედარებით ვერ უნდა იყოს სრულად აი ესეთ ენერგიებში რა, პატარა ბიჭის ენერგიებში შემოდი ესე ვიტყვი, სწორად რომ გამოვთქვა რა. და იცით რა არის, თითქოს როდესაც ეს ადამიანი თქვენ გაკვირდებათ შორიდან, ხო, ვერ ხედავს თქვენ აკვირდებით და ან გაინტერესებთ ან რაღაც და აქედან გამომდინარე ბრაზდება საკუთარ თავზე, რომ არა აქვს იმის საშუალება, რომ უნდა არა და ნაბიჯის გადმოდგმა რეალურად, მაგრამ აი ვერ დგავს ამ ნაბიჯებს იქიდან გამომდინარე, რომ აი რა ვიცი, ან ამ ადამიანს ინფორმაციები არ უნდა გქონდეს თქვენთან მიმართებაში სრულებით რა მდგომარეობა გვაქვს და როგორ ხართ და რა შვებით და რანაირად აკეთებთ, ხო? ანუ ყველაფერს და საერთოდ რა ვითარებაა თქვენ ცხოვრებაში. ან მეორე ვარიანტად იმას ვიტყვი, რომ ამ პიროვნებას ნამდვილად უნდა თქვენთან ნაბიჯების გადადგა, რადგან მომავალში თქვენთან დიდი სიამოვნებით ოჯახს შექმნით და მე უფრო მეორე ვარიანტს განვიხილავ ახლა, იმიტომ რომ ეს მეორე ვარიანტი უფრო მეძახის, იმიტომ რომ მე აქ საერთოდ არ მომდის ის ენერგიები, რომ თქვენ იყოთ ან რაღაცა დაოჯახებული ან ის პიროვნება იყოს დაოჯახებული. კი, ვიცი რომ არკანების მიხედვით შეიძლება ვინმე უყუროს და თქვას, აი ამ არკანებიდან გამომდინარე შესაძლებელია ფარული ურთიერთობა რაღაც, მაგრამ არა, ეს ჩემი გაშლა და ნუ რა ვინმე ჩაერევა, როგორც მომდის ისე ახსნი. ამ პიროვნებას დიდი სიამოვნებით მომავალში თქვენ რო გაკვირდებათ, დიდი სიამოვნებით ფიქრობს, რომ შექმნიდა თქვენთან ერთად ოჯახს, ეყოლებოდა საერთო შვილები, საერთო სახლში ერთად იცხოვრებდით, აი მომავალში ესე განიხილავს თქვენთან ურთიერთობას, მაგრამ იმის გამო რომ აი ესე ხუთიანში ვართ, ხო, ხუთიანი პენტაკლები ხო, ხუთიანი ხმლებია, ხო, იმის გამო რომ ვერ ხედავს თქვენიდან თავის მიმართ ინტერესს, ხო, ასე ვთქვათ, თავის თავს აი ვერ აძლევს იმის უფლებას და საშუალებას, თან ბრაზდება ამაზე ძალიან, რომ გადადგას თქვენთან სამომავლოდ ნაბიჯები და თუნდაც აღასრულოს ის ნაბიჯები თქვენთან მიმართებაში, რაც მას მისცემს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, მომავალში აი ესეთი საყვარლად ლამაზი ოჯახი შექმნათ, ხო? რეალურად რა ელოდება, აბა ვთქვათ, ამ ურთიერთობას, ну ურთიერთობას ისე ვიტყოდი, მომავალში, რა პერსპექტივა აქვს ამ ურთიერთობას მომავალში, მოდი ვნახოთ. ურთიერთობას რა პერსპექტივა აქვს მომავალში? იცით რა არის, რვიანი თასებიდან გამომდინარე, ზოგადად რვიანი თასები არის წასვლა. ეს პიროვნება ეხლა ესეთ მდგომარეობაშია რა, რომ თავის ფიქრებში მიდიმოდის, აი ზუსტად 9-იანი თასებიდან გამომდინარე, თავის ფიქრებში მიდიმოდის, წავიდა, მაგრამ რეალურად პერსპექტივა ამ ურთიერთობის შეუძლია ამ პიროვნებას თუ მოიკრებს ცით ამ ამას, გადადგავს თქვენთან ნაბიჯებს, მაგრამ თქვენც უნდა მისცეთ ამისთვის რაღაცნაირად ნამიოკი მას რაღაცნაირად. და აგზავნოთ თქვენთვის საინტერესო პიროვნება, იმიტომ რომ ამ პიროვნებას აშკარად ერიდება თქვენთან მოსვლა და ვერ ბედავს, იმიტომ რომ არ თulis თავს თქვენს ღირსად. უნდა აგზნობინოთ რაღაცნაირად საინტერესო ხართ მისთვის თუნდაც 9-იანი თასებიდან გამომდინარე, დიდი სიამოვნებით გექნებოდათ მასთან, თქვათ, ურთიერთობა და მოდი, გადმოდგინა ბიჭი, ეს პიროვნება ამას გააკეთებს, ნამდვილად, იმიტომ რომ პერსპექტივა ურთიერთობის 4-იან კვერთხებზე და 6-იან კვერთხებზე დაყრდნობით, ნამდვილად არის, ასე ვთქვათ, სტაბილური ურთიერთობის შექმნის პერსპექტივა, ხო? რაღაცა ისეთი ფორმატი ვის გაქვთ ურთიერთობის, არ ვიცი, მაგრამ აი ამ ფორმატზე წამოვიდა ახლა, ანუ ეს ფორმატი გავშალე რატომღაც ამ ურთიერთობას და საერთოდ კითხვებიც ისე წამოვიდა, რომ ალბათ დასასმელი იყო, ხო? მოდი ვნახოთ თქვენი ინტერესები ამ პიროვნებასთან მიმართებაში როგორია, თქვენ რა ინტერესები გაქვთ აი თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან, ძალიან მაინტერესებს რა. რატო?
გაქვთ ინტერესები, იცით? თქო როგორ არის, იცი, რაღაც არჩევანია რა არის ეს არჩევანი. გაქვთ ინტერესები დიდი სიამოვნებით, ანუ მოგწონთ ეს პიროვნება, თქვენ როგორც ასე ვთქვათ, ვიზუალურად, ასევე თქოს მისი ეს ხასიათიც მოგწონთ მორიდებული რო არის და ალბათ შეიძლება ეს ორიანი ეს ახმლებით ჩემთვის იყოს იმის მანიშნებელი, რომ თქვენ თვითონაც არ იცით როგორ ვქნათ ისე რომ გადმოდგას ამ პიროვნებამ თქვენთან ნაბიჯები, ხო? კი, ეგ არის ზუსტად, ანუ თქვენ თვითონაც რაღაცნაირად სავარაუდოდ არ გინდათ რომ რაღაცნაირად თან არ გინდათ რომ თქვათ შემდეგ ერიდებით ასეთ თქვათ მდგომარეობას თქვენიდან მის მიმართ რომ რამე მე არ შეცდეს რამე შეცდომა არ გეგონეთ ალბათ იმიტომაც უყურებთ ამ საჯარო გაშლას რომ გაინტერესებთ ალბათ ნამდვილად აინტერესებთ თუ არა ნაღდია თუ არა ის რაც თქვენ შეამჩნიეთ ამ პიროვნებიდან თქვენდამი არის თუ არა მართალი ნაღდი რომ შემდეგ თუ რაღაცას აგზნობინებთ არ დარჩეთ მე აი ეს დაანგრეულად რაღაც იმედ გაწმილებული და იმედ გაცრუებული და ასე შემდეგ, ხო? აქედან გამომდინარე, თავს იკავებით მასთან რამენაირად ინიციატივასაც არ ვიტყვი, რაღაც ნამიოკის მიცემაზეც კი არა და რეალურად ორიანი ხმლები, ზუსტად ეს არის თქვენი არჩევანი, რა გააკეთოთ თქვენ, ხო? მოერიდოთ თუ არა ამას, ვერ გაგიგიათ, წააგებთ თუ მოიგებთ თქვენ თუნდაც ამ პატარა ნამიოკით, თუნდაც ინტერესი რომ გამოხატოთ ამ პიროვნებასთან მიმართებაში. და თქვენ ინტერესი ამ პიროვნების გაქვთ რეალურად და შეგიძლიათ თავმად იმოქმედოთ, რადგან ამ პიროვნებას თქვენ იმდენად აინტერესებთ და თქვენ იმდენად მის თვალში high level-ზე გახართ, რომ აი ვერც კი წარმოვიდგინეთ. აჰა, გეუბნებით ამ პიროვნებას აშკარად გულისწუხე ვერ გეტყვით, ხა იტანჯება და სახის იფხოკავს თუ რა ქვია მაგას ამ მდგომარეობაში თქო, მაგრამ ნამდვილად დიდი სიამოვნებით, აი გულისწყრომა აქ იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცნაირად გულნატკენი არ დარჩეს და თქვენ გელოდებათ. ნახეთ, 7-იანი პენტაკლები თქვენ გელოდებათ იმისთვის, რომ თქვენ არ დარჩეთ ის არ დარჩეს გულნატკენი, რაღაცნაირად იქნებ ნამიოკი ჩამირტყას. ვაი, რაღაცნაირად იცით რა არის, მე ასე მგონია, რაღაცნაირად თქვენ შორის მოხდება. აი, ისეთი რაღაც აი ნაპერწკალი გავარდება რა რაღაცნაირად, რომ ის დაიჭერს, აი რაღაც სულელური ნაბიჯი უნდა იყოს თქვენი მხრიდან ერთიდანაც და მეორედანაც, რაც თქვენ შორის შემდეგ, აჰა, ხო გითხარით, რაღაც უფრო სერიოზულს წამოიღებს, ანუ სულელის არკანიდან იეროფანტში გადახვალთ. ეს იქნება რაღაცა პატარა სულელური ნაბიჯი, ხუმრობა თუნდაც ავიღოთ, ცუც არაფერს არ ვიძახი, ანუ ხუმრობა, შეხუმრება რაღაც და აქედან წამოვა რაღაც უფრო სერიოზული. ნახეთ მე როგორ აინთება თქვენთვის სასურველი პიროვნება თქვენ მიმართ, მე როგორ დარწმუნდება საკუთარ თავში განამტკიცებს იმას, რომ აი ვაინტერესებ და შემიძლია რომ თავისუფლად ვიმოქმედო და ნახეთ. აღარ იქნება იმის ისე რომ თავის მე დაზარალდება და გადმოდგავს მე თქვენთან მიმართებაში ნაბიჯებს, მე რა კარგად წავიდა ეს დაშლა. საყვარლობა გამოვიდა, ანუ თქოს დასტის შესაბამისია. მოკლედ აი ესეთია ეს გაშლა დღეს რასაც გავშალე, ხო? ხო. სხვათა შორის ეს პიროვნება თვითონ იმდენად გონება მახვილი და ჭკვიანი პიროვნებაა, რომ თავისი შრომით და თავისი მახვილი გონებით ძალიან წინ წავა, თუნდაც კარიერულად და თუნდაც თქვენი დახმარებით მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ პერსპექტივებს მიაღწევს. ანუ ხო გეუბნებით თქვენი დახმარებით. იმპერატრიცა ხართ მისთვის ძალიან კარგი პერსპექტივა ელოდება თქვენთან ერთად ამ პიროვნებას და თქვენც მასთან ერთად, იმიტომ რომ ძალიან წინ წავა თქვენი ურთიერთობა, გინდათ პირადი სახით, გინდათ კარიერული თვალსაზრისით. შეხედეთ საბედისწერო ურთიერთობა. ოხო, დამისერიოზულა უკვე. ნუ გაქვთ შიშები დღევანდელი მდგომარეობა თქვენი ნუ გაქვთ შიშები ნურს თქვენ და თქვენ თუ არ გექნებათ შიშები იმასთან მიმართებაში რომ პიროვნება რომელსაც თქვენ ხართ დაინტერესებული ჩუმად გაკვირდება და გიყურებთ არის თუ არა ეს თქვენი მოჩვენება გეჩვენება თუ რეალობა არ გეჩვენებათ რეალურად ასეა და შეგიძლიათ პატარა ნამიოკი მისცეთ ამ ადამიანს რომ თქვენთან ნაბიჯი გადმოდგას იმიტომ რომ ამ პიროვნებას გონია რომ თქვენთან შედარებით ის არაფერია არაფერს არ წარმოადგენს და აქედან გამომდინარე ერიდება და ეშინია ნაბიჯის გადმოდგმის რომ მე ესე ვთქვათ გული არ ეტკინოს და ასე შემდეგ და თქვენც იგივე შიშები გაქვთ ნეტა მართალია თუ არა რასაც მე ვამჩნევ არის თუ არა მისთან ჩემდამი სიმპათია და აქედან გამომდინარე თქვენ ხართ მაინც მისთვის ასე ვთქვათ წამყვანი რგოლი ჯერჯობით პირველ ნაბიჯის თემაში ვსაუბრობ და შეგიძლიათ რაღაცა პატარა ის სულელი სარკენა გაიხუმროთ ხუმრობაში გავიტაროთ და მე შეხედეთ როგორ უცებ სხვა
სხვა იმაში გადავა, რა ქვია, level-ზე გადავა თქვენი ურთიერთობა იეროფანტიდან გამომდინარე, რაც წეგან ამოვიღე დასტიდან. ნახეთ, რა თქვენი ფიქრებია, ეს ერთი და მეორეც აი ამ მდგომარეობაში ხართ. ხო, ვიცი, რომ ცოტა გერთულებათ ეს ყველაფერი ერთსაც და მეორეცაც, მაგრამ ყველაფერი დასტაბილურდება აუცილებლად. ნახეთ ამ მდგომარეობაში, ამ და ამ ადამიანს თქვენთან აბიჯის გადმოდგა და გაუადვილეთ რეალურად. გაუადვილეთ, შეხედეთ ორიანი კვერთხები და ვარსკვლავის არკანი. თქვენ რაზეც ფიქრობთ რეალურად გადადგათ თუ არა მასთან ნაბიჯი, თუნდაც რაღაც პატარა ნაბიჯი, აი კარგი ვარიანტია, რომ აი ხუმრობაში გადავიდეს ურთიერთობა, თქვათ, უფრო სხვა საფეხურზე. შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. შეგიძლიათ სამომავლოდ რეალურად აქვს პერსპექტივა ამ ურთიერთობას და ასე ვთქვათ 4-იანი თასებიდან გადახვალთ 8-იან პენტაკლებში ურთიერთობა არის თქვენ ხელში და თქვენ შეგიძლიათ ორივეს განავითაროთ. კი ბატონო, თქვენ ხელშია ყველაფერი. ადამიანების ხელში ზოგადად თავიანთი ცხოვრება და შევძლებთ თვითონ განაგონ და წაიყვანონ ეს თავიანთი ცხოვრება იმ რაკურსით და იმ გზით, რაც თვითონ სურთ. სულ ეს იყო ისი თქმაც მსურდა, არ ვიცი რამდენად ვისთვის იყო ეს ინფორმაცია საჭიროს, არ იქნება ყველაზე მორგებული ისევ და ისევ ვიმეორებ და ვისთვისაც იყო ეს საჯარო გაშლა, ყველამ თქვენი მიიღეთ თქვენზე. რაც ზედმეტია თქვენსას არ ექვემდებარება და საერთოდ არ ემთხვევა, ნუ აიღებთ იმ დეტალებს თქვენს თავზე, არ შეიძლება არანაირად და კიდე განმეორდები. საჯარო გაშლა არ შეიძლება, რომ ყოველთვის ერთ ადამიანზე 100%-ით იყოს მორგებული. ამიტომ ყველამ თქვენთვის მიიღეთ, რაც თქვენი არ არის, არ მიიღო და პირად გაშლაში უკვე თუ ძალიან დაგაინტერესდებათ, მე ყველაფერი რაც იქნება თქვენზე მორგებული, მან შეგიძლიათ უკვე ყველაფერი თქვენზე მოიგოთ, იმიტომ რომ პირადი გაშლა, პირადია, საჯაროა. ამაზე ჩამოვყალიბდეთ ერთობ და ცალსახად გავიაზროთ ის, რომ საჯაროა და ამიტომაც ქვია საჯარო და პირადი, რომ პირადად თქვენზე იშლება და არა ვთქვათ მილიონ ადამიანზე, ხო? დაგემშვიდობებით, კარგად იყავით, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესო ცხოვრებაში, წინსვლებს, წარმატებებს, ურთიერთობაში, კარიერაში, ცხოვრებაში და უფლისწყალობა არ მოკლებოდეთ. სადაც არ უნდა იყოთ, როგორც არ უნდა იყოთ და ვისთან ერთადაც არ უნდა იყოთ. იხარეთ და იბედნიერეთ. დაგემშვიდობებით, კარგად იყავით.